ბლოგში ვისაუბრებ მითია თუ რეალობა. იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე სამყაროში სხვადასხვა ინფორმაცია უსწრაფესად ვრცელდება, მათ შორის არის ბევრი ცრუ ინფორმაციაც. ასე რომ დავყერი სოციალურ ქსელებს, ამოვქექე ვიდეოები და წავიკითხე კომენტარები თუ რას ვფიქრობ საზოგადოება დემენციის შესახებ. და ახლა ჩამოგითვლით კომენტარებს და შემდეგ კი განვავრცობ და ავხსნი, რატომ არის ეს მითი თუ რეალობა. ყველაზე ხშირი კომენტარებში იყო შემდეგი წინადადება, რომ ყველა ასაკოვანი ადამიანი აუცილებლად ავადდება დემენციით, რაც განპირობებულია იმით, რომ მათ მეხსიერება უქვეითდებათ. რაც არის, რა თქმა უნდა, მითი. ყველა ასაკოვანი ადამიანი არ ავადდება დემენციით, ისევე როგორც ყველა ახალგაზრდული ორგანიზმი არ ავადდება ერთი და იგივე დაავადებით. და მეხსიერების დაქვეითება აპრიორად დემენცია არ არის. გავაგრძელებ და წავიკითხავ შემდეგ კომენტარს. დემენცია უბრალოდ გონების შესუსტება. რაც ასევე არის მითი და როგორც წინა ვიდეოში აგეხსენით, დემენცია მარტო გონების შესუსტება არ არის, იგი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი იმუნური სისტემის შესუსტებისა და ასე შემდეგ. დემენცია მხოლოდ ალცჰაიმერია. თუ ჩემს წინა ვიდეოს უყურეთ, მოისმენთ, რომ დემენცია არის მდგომარეობა, რომელიც შედგება სხვადასხვა ტიპების დაავადებებისგან და მათ შორის არის ალცჰაიმერი და იმიტომ ვიცნობთ ამ დაავადებას, რომ ყველაზე ხშირად ეს გვხვდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ალცჰაიმერი არის ერთადერთი დაავადება. შემდეგი კომენტარი იყო, რომ დემენციას ხელოვნური ჩარევით ვერ მოვერგებთ, რაც არის რეალობა. მაგრამ გააჩნია მორევაში რას გულისხმობთ. მორევაში ჩვენ თუ გულისხმობთ, რომ მას 100% თავიდან გავაქრობთ, ეს არის რა თქმა უნდა მითი. ვიგულისხმებთ, რომ შეგვიძლია მისი სიმპტომების შემსუბუქება ან ზოგადად ფაზების შენელება, ეს იქნება რეალობა. ჩემი წინა ვიდეოები არ გინახავთ და გაინტერესებთ, რას გულისხმობ ხელოვნურ ჩარევაში, დაგეკეთ ჩემი ბლოგები და მოისმენთ, დემენციის დროს ადამიანი ვერაფერს გრძნობს. ეს არის რა თქმა უნდა მითი. დემენციის დროს ადამიანები ყველაფერს გოცნობენ, მათ შორის ღრმა ფაზაშიც, მაგრამ ამას ვერ გამოხატავენ. და თუ ისინი ამას ვერ გამოხატავენ, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მათ გრძნობელობა დაქვეითებული აქვთ. ისევე როგორც ჩვილები ვერ გვაგრძნობინებენ შიმშილს, არამედ ამას გამოხატავენ ტირილით, დემენციანი ადამიანები სხვადასხვა გზით გამოხატავენ მათ ემოციებს, ტკივილს, სენტიმენტებს, სიხარულს და ასე შემდეგ. მომდევნო კომენტარი იყო, რომ დემენცია ყველა პაციენტთან ერთნაირად ვითარდება და ესეც რა თქმა უნდა არის მითი. როგორც ნებისმიერი დაავადება, ისევე სხვადასხვანაირად ვითარდება თითოეულ პაციენტში, რამდენიც ისინი არიან. შემდეგი კომენტარი იყო, რომ დემენცია აუცილებლად გენეტიკურადაა განპირობებული. აუცილებლად არაფრით არ არის განპირობებული, თუმცა არსებობს შანსი, რომ იყოს გენეტიკის ბრალიც. შემდეგი კომენტარი იყო, რომ დემენცია აუცილებლად დეპრესიის ფონზე მიმდინარეობს. ესეც არის მითი. დემენცია აუცილებლად დეპრესიის ფონზე არ მიმდინარეობს, მაგრამ დეპრესია არის ერთ-ერთი გამოხატულება დემენციის.